Გაიცა ყველაფერი რიგზეა, სიჩქარე დაბალზეა. დავაი, 1 2 3. ნახდება ჩვენს გონებაში, როდესაც კონტროლს ვკარგავთ. დავაი, ჩავიდა რა ხდება, როდესაც სიტუაცია სრულად ვაკონტროლებთ? კაი, მეწავა. ოპა, ვამნახო. სწორედ ამ შეგრძნებების გამოსაცილად შევარჩიე 5 სპორტი, სადაც გამოცდით ჩემ თავს სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში და შევეცდები გავცე პასუხი შეკითხვას. რატომ ვრისკავთ ჩვენს ჯანმრთელობას და რა მოაქვს იმ რამდენიმე წამს წუთს, რის გამოც შეიძლება ნახევარი დედამიწა გაიარო და ჩახვიდე შრი-ლანკაში, გადაკვეთო მთელი კუნძული და იპოვო სერფინგისთვის საუკეთესო სანაპირო. და რა თქმა უნდა, ჩემი არხის მთავარი მხარდაჭერი კვლავ არის საქართველოს ბანკი, რომელთან ერთადაც ამ ექსტრემალური თავგადასავლების გზაზე გაჩერებას არ ვაპირებ. და რადგან აქამდე არასდროს მქონია სერფინგთან შეხება, ინსტრუქტორის დაქირავება გადავწყვიტე. ჯიგარო, ჩვენი სახელი? My name is Gota. ჩვენს პრეზიდენტსაც გოტა ერქვა. ერთ დღეს მე დავბრუნები და თქვენი მეორე პრეზიდენტი გოტა გავხდები. თუმცა სანამ შრი-ლანკის პრეზიდენტად ამირჩევენ, სერფინგის გამოცდა მაქვს შესაძლებელი. რისთვისაც ჩვენმა გიდმა სპეციალურ ადგილას წაგვიყვანა. ტიპმა მოგვიყვანა სანაპიროზე, სადაც ჩვენს გარდა არავინ არ არის. სერფინგის ისტორია იმ მომენტიდან იწყება, როცა ადამიანი ოკეანეში უბრალოდ ცურვას აღარ დაჯერდა და გადაწყვიტა ტალღასთან ერთად ემოძრავა. თავიდან ეს დაფის გარეშე იყო. შედარებით მოგვიანებით კი პოლინეზიაში ადამიანებმა დაიწყეს დაფების გამოყენება და ასე შეიქმნა ის სპორტი და ცხოვრების სტილი, რასაც დღეს სერფინგს ვეძახით. და ამ სპორტის სწორად დაუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი წესები. ეს არის ვაქსი, რომელსაც უსმევთ ჩვენს სერფინგის დაფას, რათა მოჭიდება იყოს უფრო ძლიერი. თავდაპირველად ინსტრუქტორმა გვაჩვენა, როგორ უნდა წამოდგეთ ბორდზე და ამის გამოევრება მეც მთხოვა. Right leg, front leg. Lean forward. Here. Here. Important thing is look forward always. რამდენიმე გამოევრების შემდეგ თეორიულად ყველაფერი ზუსტად დავიმახსოვრე. ფეხები შეტყუტებულია, Yeah. იმსურა, Back. აწევის შემდეგ ეგრევე უნდა ატკი. Yeah. Let's go. Okay, let's do. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანდა. ამიტომ უზომოდ თავდაჯერებული შევედი ინდოეთის ოკეანეში. და მალევე მივხვდი, რომ სანაპიროზე შესრულებული არც ერთი მოძრაობა წყალში არ მუშაობდა. იმაზე მეტად დავხრენია ვიდრე დონია. აქტიურად ებრძვი. თუ კი ფიზიკურ სირთულეში სერფინგს 7 ქულას დაუწერდი, მისი ექსტრემის ზონე მხოლოდ 2 ქულით შემოიფარგლება. ვიდეოს მანძილზე კი ყოველი შემდეგი სპორტი უფრო და უფრო ექსტრემალური და საშიში გახდება. გამახუთე, იმედი ამდენად მაინც გამოვა. არადა თეორიულად თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად მქონდა გააზრებული. ალღა უნდა იყოს ჩქარი იმისთვის, რომ როადგებით ხარასის დაცვაში გაგიხმაროთ. სიჩქარესთან ერთად აუცილებელია ზუსტ მომენტში წამოდგე დაფიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ტალღა ან გაგასწრებს, ან პირდაპირ შიგნით ჩაგიწევს. Forward, lean forward. What I'm doing wrong, what you think? აქ ინსტრუქტორმა გადაწყვიტა, რომ ეჩვენებინა პრაქტიკული მაგალითი, თუ როგორ უნდა ესრიალა ამ შესანიშნავ ტალღებზე. ნახოთ აბა შეძლებს აწომას და ვერ ადგა. ვეღარ გამოდის, ვეღარ შედის, ვეღარ სერფინგზე ვერ დგება. აი, კაი წაღამოდით, ეხლა თუ ვერ ადგა, ესე იგი ამისგან არაფერი არ გამოვა. მივა, სვალობს, ოპ. საბოლოოდ კი ინსტრუქტორის ამ შესანიშნავმა მასტერკლასმა მომცა მოტივაცია და მაჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა დამდგარიყავი ბოლოს და ბოლოს ამ სერფინგის დაფაზე. Get on the board. გამეტია, სიჩქარე მჭირდება, სიჩქარე ოპაკაია. და სწორედ იმ მომენტში, როდესაც ტალღას მიყვები და წონასწორობას ინარჩუნებ, ხვდები რა ძალა აქვს შენს მონდომებას და რატომ ღირდა ამ რთული გზის გავლა. ვიდა. ცოტა ნაკლები ექსტრემი იყო, თუმცა პირველი ნაბიჯები რა თქმა უნდა ესეთი არის. შემდეგი სპორტი იქნება უკვე გუნდური სპორტი, რომელიც არის უფრო ფილოსოფია, ურთიერთობა და ასე შემდეგ. და ეს სპორტი არის ოფროუდი. და თუ რატომ ქვია ამას ოფროუდი, ძალიან მალე გავიგებთ ხაშურის და გორის ოფროუდი კლუბთან ერთად. გორის და ხაშურის კოლაბორაცია შედგება. შენ გაგვიმარჯოს. ეს ეფა გორის ოფროუდ კლუბის სულის ჩამდგმელი. ტაძარს ხედავ? ვედრების ხელს ხედავ? თავარი NDOBA რომელი ნდობა C 1 რო ჩერდება 34 ჩერდება ძმაო. ეს კი ნიკა, ხაშურის ოფროუდ კლუბის დამფუძნებელი. სწორედ ის გამახსენა პირველი, როცა მომინდა გამეგო. თუ რაში პოულობენ ეს ადამიანები მუღამს.
ოფროუდის მიზანი მარტივია. ერთი წერტილიდან მეორემდე მისვლა, მაგრამ არა მარტივი გზით. რაც უფრო რთულია გზა, მით უფრო მეტად საინტერესო ხდება თამაში. მოთამაშეები კი მეტად აგრესიულები და დიდები. ეს არის აგრესიული საბურავი. ამით გზაზე გადაადგილება არის აშინელება. ანუ ჩათვალე რომ მეტროში ზიხარ. მეტროთი არა, მაგრამ მატარებელივით ჩაბუმულები გავეშურეთ ხაშურიდან ბორჯომისკენ დაახლოებით 20 მანქანა, ერთი ბაგი და ერთი კვადროციკლი. არადა თავიდან მეგონა რომ მარტო წავიდოდით. არ არსებობს შანსი არ არის რომ არ ჩარჩეი. როცა მანქანა არის გადაკეთებული, ყველანაირი გეომეტრია იყვება, აი ერთი პატარა გადაცდომა და შეიძლება ძინახით დაემშვიდობა. ამის საბურავებს იქ უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. და იმისთვის რომ ასფალტიდან თოვლზე გადმოსვლა მეტროდან სიგურებზე გადმოსას არ დაემსგავსოს, საჭიროა საბურავებზე წნევის დაშვა. თუმცა საბურავებში დიდი წნევა შესაბამისად მოჭიდება ნაკლები აქვს საფართან. ყველაზე ახალგაზრდა ოფროუდერი. აქვია შენ. იქოქება სიტუაცია. ჩვენი დანიშნულების წერტილი მესხეთის მთებში ჩაფლული კახისის ტბა. სადამდე მისვლა ზაფხულში საკმაოდ რთულია. ჩვენი მთავარი დაბრკოლება კი ამ ზამთარში თოვლია. მაგრამ გავიჩვით. გართობაში ასგურზღობ. გაჩენას, თოვში ჩავარდნას, ჩავარდნას. მაჯერო ვარი ადამიანი. მაჯერო მაგარი ხოძია. ინგერი რომელიც ტაქტიკური. ხوارწამახვა. სიყვარულს გაუმართ. დავიდა. აი ამდენი მანქანა არის, როგორც ხედავთ და აი ეს Nissan Patrol არის, რომელიც აპირებს რომ ეს თელი თოვლი გაარღვიოს და სწორედ ამ Nissan Patrol-ში ზივარ მეც. რა ხეხა განსაკუთრებული ამ მანქანას? Mercedes Unimog-ის 404-ის ხიდები აღენია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხიდია. 60 წელშია გამოჩვეული. კახისის ტბამდე 10 კილომეტრი გვაქვს გასავლელი, თუმცა პირველივე კილომეტრებიდან დაიწყო პრობლემები. პირველი თავდავიწყება. ფაქტობრივად ჯერ არ დაგვიწყია, ჯერ არ შევსვართ. ბრძოლაში როგორც ხედავთ, სოფელში ვართ, მაგრამ ნათასი პრობლემა იჩენს თავს. სტარტის პრობლემა თუ არის? აჰა, ესეც მოკლედ ოფროუდის ნაწილია. ფაქტობრივად გარდაუვალია მსგავსი პრობლემების გარეშე გასვლები. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანაა, ძალიან რთული პირობებია, ხანაღაცა გუჩნდება. უკვე გზნობ, რამდენად დიდი ურთიერთობებზე დამყარებული სპორტია ეს. რამდენად მნიშვნელოვანია გვერდში დგომა ერთმანეთის მხარდაჭერა. სამწუხაროდ ძმაჯეროს ადგილზე შეკეთება ვერ მოხერხდა. როგორც წესი, ესე დროს დაზიანებული მანქანის მგზავრები სხვა მანქანებში ნაწილდებიან, რადგან გასვლა არ ჩავარდეს და საერთო ხასიათი არ გაფუჭდეს. თუმცა ამ მანქანის პატრონი, სეფა, შეგვირდა რომ მანქანას გააკეთებდა, დაგვეწეოდა და საქართველოს დროშას მაინც ააფრიალებდა თავის მანქანით. აბა შეინც. ჩვენ კი გავუდექით გზას და სერიოზული დაბრკოლებებიც დაიწყო. ესეთი სიტუაცია, მივდივართ გაუყვალო თოვლში, შეიძლება შემოდგომის შემდეგ საერთოდ მანქანები აქ არ ყოფილა ნამოსულები. ზაფხულში ასაოცრება იქნება. კახისის ტბისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება სოფელი დაბაძველი, რომელიც ზამთარში სრულად დაცლილია. რამდენიმე მანქანა უკან არის გაჭედილი. საკმაოდ ნელი პროცესია, საკმაოდ ნელი პროგრესი გვაქვს. გასაც ვერ ვიტყოდი მგზავრობის შემდეგ მონაკვეთზე, რადგან აქედან გზა უკვე ბაგით გავაგრძელე. აბა, გამკოჭე. ვიცი გამიგიჟდი, კაროჩი. აო, მომწო. დიდი ხანია მართო? ვარა. ვარა. თუნდა რაღაცა დავიძაბე. ემოციები. საოცარია, მინდა. კიდე მინდა და დასაბოლოოდ ავედით ჩვენი დანიშნულების წერტილზე. და ეხლა მე ვარ კახისის ტბაზე. იცი რა არის ყველაზე მაგარი მოღამი? შეიძლება დანიშნულების წერტილზე უფრო მნიშვნელოვანი არის განვლილი გზა. საოცარი ადამიანების გაცნობა, ახალი მეგობრების შეძენა, ჩახუტება. ბავშვებო, ხაშურს გაუმართ? ჯო!
აზრების გაცვლა, გამოცვლა, გავლილი გზის აღნიშვნა და კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ. ეს არის ამაკავლობის ურთიერთობა და ერთ-ერთი პლუსი ამ ექსტრემალური სპორტის. ამ შესანიშნავ ხალხთან ერთად კი ამ გზაზე ჩემი მხარდაჭერი არის საქართველოს ბანკი. მადლობა მათ იმისთვის, რომ ქართული YouTube-ს უდგანან გვერდში. თითოეული ჩვენგანის გვერდში დგომასთან ერთად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა დიდი გამარჯვებების გზაზე. სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი ჩვენი საფეხბურთო, საკალათბურთო და ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი და გულშემატკივარია. რა თქმა უნდა, ყველა ბედნიერებას და საოცარ თავგადასავალს აქვს დასასრული. ჩვენი თავგადასავლის დასასრულიც სწორედ აი ამ უკვე ჩაბნელებულ უკანა გზას მიუყვება, რომელიც საბედნიეროდ არის დაღმართი. ანუ რომ მეგონა რომ მორჩა ეს ყველაფერი. გიგონა დათარებული იყო, ეხლა იწება ყველა. აი, ზუსტად მაგას ვფიქრობდი რა. ჩვენ კი ხა საშიში და შევდივარ და აქედან წასული არის ყველაზე ძნელი. მოსულ არის ადმი. რა ხდება? იქ ისუკურა. რაღაც მიატეკი ძიება. ორი საათის ბაზარია ეს. მოდი მივაწვეთ ამასე. აზრი არა. აქ კიდევ ერთხელ გამახსენდა სეფა სიტყვები, რომ ოფროუდში მთავარი არის ნდობა. აქ ყველა ერთისთვისაა და ერთი ყველასთვის. აქ შეიძლება უბრალოდ 1-2 შეცდომა და მთელი ღამის აქ გატარება მოგვიწევს. და მაშინ, როდესაც სამდენი მანქანა უკან დაბრუნებაზე, აღმართში დაშვებაზე წვალობდით, აღმართში ერთადერთი მანქანა მოდიოდა. გაჩერე. აი, წამოვედით, ბრატ. ვა, ჩემიც დაიცა, სტარტერით მოხვედი. წელი სტარტერი წივიდეს მე. მომიყევი შეჩემა რა მოხდა? სანამ ხაშური ნაწილია მოვიტანეთ, სანამ მე ბორჯომში არ მაგარია. ახსენით გავაკეთეთ და მოგადი. მანქანა შეაკეთე და მოხვედი. აბა რა, ბრო. ჩემი ძმა, რა ძმა არის, ნახე. ანუ საქართველოს დროშა მაინც ააფრიალე. ოფროუდი ნამდვილად არის ის, რამაც შეიძლება გასწავლოს მიზანდასახულობა, სირთულეების დაძლევა და ის, რომ ძალა ერთობაშია. აი ეს უკანასკნელი კი ჩვენი შემდეგი ექსტრემალური სპორტის უმთავრესი ფილოსოფიაა. ეს სამეგრელოა, მდინარე ტეხურას ხეობა და ეს საოცარი ადგილია ჯომარდობისთვის. Давай, ჩავიდა ბარტანა, უკან დადო, უკან. აუ, სერფინგისგან განსხვავებით ჯომარდობა გუნდური სპორტია და ეს უბრალოდ მდინარეში გასეირნება არ გეგონოთ. აქ ერთმა შეცდომამ შეიძლება ყველაფერი კრიტიკულად შეცვალოს. ამიტომ აუცილებელია ჟილეტის და ჩაფხუტის გამოყენება. ასევე აუცილებელია გუნდში გყავდეთ ნავის მართვის ოსტატი. მოძრაობა ნავზე შეიძლება მარჯვნივ, მარცხნივ, უკან. ჯომარდობისას შეიძლება ყველაფერი სწორად გააკეთო, თუმცა ტალღა მაინც ამოგაყირავს. სწორედ ამიტომ სასურველია გუნდში გყავდეს მაშველიც. ერთი რამე დაიმახსოვრეთ, ნავს ეჭიდებით ყველა ვარიანტში, თუ წყალს გარეთ აღმოჩდით, უნდა დაწყვეთ, ფეხები უნდა გქონდეთ დინების მიმართულებით და თავი უკან. თუ ვინმე მაქსიმალურად მოგშორდა და დინებამ წაიღო, გავუყობი მე. დავა იმედია უკანასკნელად არ გესმით ჩემი ხმა. პოზიციები გადავინაწილეთ და დაშვებაც დაიწყო. თავიდან კი ყველაფერი იმაზე მშვიდი ჩანდა ვიდრე ველოდით. თუმცა ტეხურას ამ ლამაზი ხედების მიღმა დინარის ნამდვილი ველური ბუნება იმალება. აი ახლა 100 მეტრში დაიწყება ძალიან ექსტრემალური ჩასვლა. მოემზადეთ პირველი ვარდნა. რა შეიძლება მარცხნივ, ვიჩაბიზები დაბოიღე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვარდნა არც ისე დიდი იყო, მაინც გამიჭირდა თავის შეკავება ნავზე. მეორე ვარდნა. Давай, ჩავიდა ბარტანა, უკან დადო, უკან. მოვატრიალოთ. ეცე, დადი წინა, ორივე დიდი ჩამი ვაუჩი. აუ, რა კაი შემოტრიალება, მეგობრებო! წინ კი ყველაზე რთული მონაკვეთი გველოდა. თუმცა მამშვიდობდა ის ფაქტი, რომ ჩვენი ნავის მართვას ლექსოსნაირი პროფესიონალი ხელმძღვანელობდა. ორივე დიდი ჩამი ვაუჩი, წინ. მარცხენა მხარებში არ მარცხნივ არა, მარცხნივ. Ničami vauci! Au! Daria, čo? Jo, David! Čo David? Čo geunemo? აი ეს არის დედამოკას ხეობა. დედამოკა ნიშნავს ეგრულად ფეხმძიმე ქალს. აი ამ ადგილას პერსები მოსდებდნენ ქართულ ფეხმძიმე გოგონას და მან წმინდა მარიამს თხოვა, რომ ეშველა მისთვის და მოხდა მიწისძვრა, რის შედეგად ეს კედლები ერთმანეთთან ახლოს მივიდნენ. მას შეძლო გადახტომა და თავის გადარჩენა. საბოლოოდ კი ჩავედით ჩვენი დანიშნულების წერტილზე, სადაც მდებარეობს საქართველოს ისტორიული ქალაქი ნოქალაქევი. ეს არის ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეზე გამოქვაბული
შემოდიოდნენ ბერძნულენავები და აქ იყო დიდი სავაჭრო წერტილი ეს ქალაქი. დენად ცივილიზებული იყო მესამე საუკუნეში უკვე აბანოები იყო. ეს პირველი ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქი არის ჩვენი საქართველო, როდესაც საერთოდ არ იყო ერთიანი. ახლა ზაფხულის დასაწყისია და ეს შესანიშნავი პერიოდია ჯომარდობისთვის, თუმცა არა შემდეგი სპორტისთვის. ჩვენი შემდეგი ექსტრემალური სპორტისთვის კი ზაფხულში ჩამოვედით დუდაურში. გვაქვს ძალიან საინტერესო აქტივობა დაგეგმილი. გვინდა რომ აი ამ თოვლზე რასაც ხედავთ ახლა, ვისრიალოთ. ჩვენი გეზიც იქნება იქით აღებული კუდებისთვისკენ. სტანდარტული სრიალისგან განსხვავებით, სკიტურში დაშვების უფლება მძიმე აღმართების დაძლევის შემდეგ უნდა მოიპოვო. სკიტურით შესაძლებელია ისეთ ადგილებში ასვლა, სადაც საბაგიროები არ არის, ან უბრალოდ არ მუშაობს. ამიტომ სკიტურისთვის გვჭირდება სპეციალური აღჭურვილობა. ხილამურები მეცნობა, ჯოხები მეცნობა. დანარჩენი არასდროს გამომიყვანს. დანარჩენი არ გჭირდა გადაყარება. პირველ რიგში საჭიროა შესაფერისი თხილამური. სხვანაირი გეომეტრია აქვს, ჩატე არის. კიდე რომ დააკვირდეთ, აქვს განსხვავებული სამაგრი. ასევე საჭიროა სპეციალური ბათინკი, რომელსაც აქვს როგორც სრიალის, ასევე სიარულის რეჟიმი. ხოლო იმისთვის, რომ თხილამურებით შევძლოთ აღმართზე ასვლა, საჭიროა ქამუსი. წინ მისრიალებს, მაგრამ უკან აღარ გიშვებს. მთავარია რომ აი ეს ზედაპირი იყოს მშრალი. ვაცმევთ თავზე. მგონი კარგად მომდის. კი, მენი სწორგზავნა. ოპა. ვау, მშვენიერი, მგონი პირველისთვის აია. გარდა სასრიალო აღჭურვილობისა აუცილებელია უსაფრთხოების ხელსაწყოები, რადგან ესეთ გარემოში შენი გუნდის გარდა სხვა დამხმარე არავინაა. აქ შენი მთავარი მტერი თოვლში დამალული კლდეებია და ზოავი, რომელმაც შეიძლება წამიერად ისე ჩაგითრიოს შიგნით, რომ შენი დანახვა ვიზუალურად შეუძლებელი გახდეს. მაგისთვის გვაქვს სპეციალური გადამცემი მოწყობილობები, რომლებსაც ქვიათ ბიპერები. გადასცემს სიგნალს და როდესაც ვიღაცა მოყვება ზვავში, ჯგუფის დანარჩენი წევრები რთავენ ამას ძებნაზე და ყველანი კონცენტრირდებიან იმ ერთი დავარხული ადამიანის მოძებნად. ამის შემდეგ ადამიანის ზუსტად მოსაძებნად საჭიროა ზონდის გამოყენება. ხო, ამით უპოულობთ ადამიანს სიღრმეში. კაპ. და ბოლოს ნიჩაბი, რომლის დახმარებითაც დამარხული ადამიანის ამოყვანა გაცილებით სწრაფად არის შესაძლებელი. ამ დროს კი თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. Tu respires? Vas-y, encore un petit peu. Libère-toi. Merci les copains. ძალიან საინტერესო პერსონაჟი ვიპოვეთ. გამარჯობათ. აი ეს ხუდისად იშოვეთ. ეს ეხა გამოდის რომ ანუ ჰელისკიინგია. დიახ. გათვართ, შეგვიძლია წავიდეთ. ეგ სადავდივარ დღეს, აი რომ აგვანახო. კუდებზე ავალ და ეგრევე დავაშვებით. ზევით შეეცადე რომ არ აწივა, აი მინდა გააცვლა. გზის დაახლოებით 30% გამოვიარეთ, ადრას ნახევარ საათში. საათ ნახევარი გიწევს სიარული და 2 წუთში ეშვები ქვემოთ. იმ 2 წუთიან ჩასწრიალებას იმსახურებ. ძალიან გავიღარე. ჩელენჯი უნდა მოვხოდოთ. ვინ ავა ამ საბაგიროზე? ოპა! დინინინინი. გვადგები. სუნთქვის დარეგულირება ყველაზე საჭირო და მორტალი რასაც უყურებ. სკიტურში არც აღმართში მოხვევა მარტივი და ამას სპეციალური ცოდნა ჭირდება. ამ შეხვატრიალებ ესე. კარგად იღრმები, რომ წონა იყოს ბოლომდე გადმოტანილი. ლიანთან მოგ წონა მარცხენა ფეხზე და ხელებზე. მიატყავ ხუთ და შემოიწ. დავალცალოთ. ეგა. მოიწვიან თითქმის მოვედი. ყველაზე რთული მონაკვეთია ახლა დარჩენილი, აი აღმართი არის. აი ეგ უნდა ვიდეთ 110 მეტრი. 1 წამი არ ვიფიქრია რას მოვდიოდი თქო, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო ჩასწრიალება გველოდება. სალასახის გამოვიწეროთ. 2 წუთში ამოდი და გამოგიწერე. მორჩა თითქმის ფინიში გავედით. აი გამოჩნდა ჩვენი სახლუკები. როგორც იქნა აღმართის დავძლიეთ და ამ ხედმა და იმის გაზრება რომ წინ მხოლოდ დაშვება გველოდებოდა, აქამდე არსებული დაღლა ცოტა მღელვარებით ჩაანაცვლა. პირველი ტური დაძლეულია. ესეთი კაი გამოთქმაა, რომ პირველი 10 წელია რთული, მერე მარტივი. მადლობა დედაჩემო, რომ ეს ნამცხვარი გამომიწყე და აქ გამომოტანე რა. ეს აქ იქნება ეხა ცხონებაზე მეტი. მაჭამე. მელი ახლა როგორ სოდეს შანს. ფრირაიზე დაშვებისას აუცილებელია რომ დაახლოებით წარმოდგენა გქონდეს როგორი მიმართულებით ვეშვებით. მე წავალ ძირში არ გაიარო რა. მე წავალ, გავჩერდები და თქვენ შეაფასეთ, სად გამჭედავს რაღაცა და იმის მიხედვით. დაიძრა კიდევაც ვარ. მაგრამ პატარა ის არის. თუ გაიზარდა ეგ და. აი მე წავალ. ოპა, ამნახოთ.
კარგია. აუ კიდე მინდა. ვატკაში რო გტოვებს, ეგა ამის ხიბლი. ის განბოძებული მადლი იყო, ეხლა რა თქმა უნდა. თუ მკითხავთ ღირდა თუ არა, საათ ნახევარიანი წოვალება ამ რა 30 წამიან ჩამოსრელებისთვის გეტყვით ღირდა, იმიტომ რომ ეს ჩამოსრება არა მხოლოდ ეს არის რაღაცა თავადასავალი, ეს არის ურთიერთობა, ახალი ხალხის გაცნობა, სირთული დაძლევა და შემდეგ ჯილდოს მიღება ამ თემისგან. მადლობა ძმაო, ეს იყო საოცარი გამოცდილება მართლა. მაგრამ ფიქრობ downhill-ზე უფრო გავერთობით და შეგვიძლია აქედანვე გავგვეწოთ. ერთი გადასვლა გამიკეთა რაღაცა ვიშუკა აის. ჩვენი შემდეგი ექსტრემალური სპორტი არის downhill-ი. მე და ბატონი გოტა შევეჯიბრებით ერთმანეთს სწრაფ დაშვებაში. ამ შეს დაგვეხმარება მოწვეული მსაჯი. გამარჯობათ ბიჭებო. ალბათ მე მოგიმზადეთ საინტერესო და სახალხო კითხვები და ვესწრები გავამხიარულოთ თქვენი დაშვება და თქვენი ძალები გავათანაბოთ. ძალების გათანაბრება კი ნამდვილად მჭირდება, რადგან ზალი დაუხილის ვარსკვლავია. ჩემთვის კი ეს პირველი გამოცდილებაა. ხო, არა, ძალიან კარგად გატაუს ხალხს შორის გუშინ დავტესტე. კიდე დაგვისვამ შეკითხვებს და თითოეული სწორი პასუხის შემთხვევაში ჩვენ დროს ჩამოაყრდება 5 წამი. გავს ექსტრემალურ სპორტებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონცენტრაციას. ამიტომ გზაზე ვიქნებით კონცენტრირებულები თუ ჰიტას მიერ დასმულ შეკითხვებზე, ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. აქ წამის მიასადით ყურადღების მოდუნებამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგინოს და მინიმუმ რამდენიმე ძვალი მოიტეხო. სწორედ ამიტომ საჭიროა დამცავი აღჭურვილობა. ეს ველოსიპედები არის სპეციალურად განკუთვნილი downhill-ის ანუ მე როგორც ახლა დამწყებმა ვიცი რომ უბრალოდ თავარი არის ის რომ აქვს ორი ამორტიზატორი და არის მძიმე და სტაბილური, რომელსაც ახლა მე დავამტკიცე. სათხარ, ბატონო მსაჯო. დიახ, მე მზად თქვენ თუ მზად ხართ. და ისა ყველაფერი რიგზეა, სიჩქარე დაბალზეა. დავაი, 1 2 და მე რამდენი პრეზიდენტი ყავს ახლა საქართველოს? მე 5 მე 4 1000 მიუწერო რამდენია? 100,000 100,000 იმღერა შენი საყვარელი სიმღერა მომდენო 5 წამის განმავლობაში. When I find myself in times of trouble, ზაპრის ბოლა. Mother Mary comes to me. შეეცადა. მითხარი შენი სახელი უკუღმა. Laz. აჩოგ. ვისი YouTube არქივიდან 0-დან 1 მილიონ გამომწერზე 90 წუთში. კრისტიანო რონალდუ. PewDiePie არ ვიცი. რისი ჯიშია ცოლიკოური? ვინი სილაზის? ყურძენი. 9-6 რამდენია? 9-6 40 ბიჭო ძალიან ბასლია. ახლა გავფრინდები. შემდეგი. რა ცხოველია რა ფეხა? ბიჭო, შემდეგი. მოლუსკი. არ ვიცი. შო ჩამოვედი. ვინ არის ქართული YouTube-ის მაფიის გოუთი? ატო ბაცკაზე. ჰიტა, შე, ბუდიში. მორჩა. ვაფშე არ მახსოვს შეკითხვები შენ ძმობას ვიცავ. რაზე ვიყავი კონცენტრირებული არ მახსოვს. ოჯახი, კარი რომ შევი ჩამოხდა. დღის ბოლოს ჰიტა შეუდგა შედეგების დათვლას და წესების გადახედვას. ცოტა კიდე შევცვალე წესი. საბოლოოდ ჰიტამ ისე დათვალა ქულები, რომ მე რიგითმა მოყვარულმა უმბერას ველოსიპედის მოუგე. როგორ დაძაბული ძოლა გამოვიდა? თითქოს ამით მან წამახალისა, მაგრამ მან არ იცოდა რამდენი რამ გამოვიარე აქამდე მოსასვლელად. ამ გზაზე კი ერთ რამეს მივხვდი. სხვასთან შეჯიბრის სინამდვილეში საკუთარ თავთან შეჯიბრია, შენ შიშებთან, შენს ეჭვებთან. ეს მიზანდასახულობის გამოცდაა, იმ პირობის, რომელსაც საკუთარ თავს აძლევ. ბუნებასთან ჭიდილიც შენი ძალების გამოცდაა, გუნდური შრომა კი ნდობის გამოცდაა. და როცა ამას გადალახავ, სწორედ იქ იწყება ნამდვილი გამარჯვება.